დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. რა ფერ ხარ? შტატივისად მაქვს. ამ სკამზე დავდებ შტატივს და იქ დავჯდები. რაიმე, ხახ, თვალი მტკივა. ანუ ყველაფერი რო ერთიანად მოვდის ხოლმე, რა უბედურობა, დავიშალე რა არის. აი, აქ მაქვს დასიებული, ნახეთ? და აი, აქ ხელს რო ვიდებ საცრემლეზე, მტკივა, აი, ბავშვობაში რო ჯიჯილებო რო გამოგდიოდათ, ხო იცით. ზუსტად მასე. ესე რომ ახამხამებ არა, მაგრამ ხელს რო ვიდებ მტკივა, აი ცოტა დასიებულიც მაქვს. რაღაცა ჯიჯლიბო. თუ ჯიბლიბო. მე ჯიჯლიბოს ეძახი, აი ზოგი ჯიბლიბოს ეძახდა, ზოგი ჯიჯლიბოს. ხო და ისა. ეგ იყო რომ ნერწყვი უნდა წაგესვა შენი. მიწაზე წაგესვა, ბავშვობაში ესე გვასწავლიდა. ეხა მიწაზე რო რამე წლის ნერწყვი წაუსვა, თვალზე წაისვა, სულ აბოგეთხრებ. ისეთ სიბინძურია. არა, მართლა მასე გვაკეთებინებდნენ და გვეუბნეოდნენ რომ ესე გააკეთო. აი ეს. ხალათი აქ შევხობ ხალხო. დაიცა, ჩავიწრო. გუშინ გავურეცხე დასაცმელ წუხել და გამოვიღე უბრალოდ აღარ გამიშვიდე და აღარ გამიკიდია რა. თან ქარი იყო და მეთქი იყოს მე ვიზავ თქო რა, ქარში არ მიყვარს ხოლმე ტყუილა იბუნგლება და ეხა გამახსენდა რომ ჩემი კალგოტკა რომელსაც ვიცმევ ხოლმე გასასვლელად რა კი მაქვს ის ღია ფერისები და ის არის სქელი. ხო და გამახსენდა რომ ეგ იყო იმ დასაცმელში და ეხა გავკიდია ეგ. აი მე ღმერთო. მე წუხელ ვიცინე. გვიან. ზანამ დავწვებოდი. TikTok-ს ვათვალიერებდი და შემხვდა ერთი მუსიკა. არჩი რაღაცა გადაუბის მუსიკა არის. რა ქვია? დაიცა როგორ არის? რამდენიმე შემხვდა რა. მესენჯერში უნდა გავუგზავნო თითო ხაზი შენს მეგობარს, ვინც რა ვიცი, ფიქრობ რომ ვერც გაიგებს, თან აყვება. თან მოგწერს პასუხებს ყველა ვარიანტში და ეხლა შუაღამისას ვფიქრობ ვის გავუგზავნო ეს მეთქი რომ მეც გავაკეთო ეს მელოდიაზე ეს სიმღერა. ვის გავუგზავნო მეთქი ტექსტი შევედი მესენჯერში, მადონა ჩამქრალი იყო ჩემი ბიძაშვილი, ალყევი ფატი ჩამქრალი იყო. მეგის თანაპირებით ჩემ ბრძალთან ჩამქრალი იყო, ანუ მოკვდავებს ეცინათ ჩვეულებრივ. და ვინენთებოდა ჩემი უფროსი ენთო რა დააძინებს იმას და მეთქი აი სად არის. ო და ავდეგი და გავუგზავნე. ტექსტია ესეთი, ანუ თითო ხაზი უნდა გავუგზავნე. ჯერ ესია. შენ თუ გინდა პატივი მცე. და მე ელოდები იმან მოგწეროს, რას მოგწერს. მე მეორე ხაზს ეუბნები. ჩამომიტანე მეგრული რძე. აი სხვადასხვა რაღაცას ეუბნები რა. მე ელოდები იმან კიდე პასუხი გაქცეს, რომ ვერ ახდება რა არის. რძეს დავლევ და გავიხარებ, მე ეუბნები მესამე მიწერაზე, მე კიდე იმას ელოდები. და ბოლოს ვიწერ ბარტყებს მოგცემს და წაიყვანე. ხო და ეს არის მელოდიის სახით და მე ეს უნდა დამონტაჟო ისე რომ ეს მიწერილი დაემთხვეს ამას. ეხლა ჩაგიგდებთ, ეხლა თქვენ და ნახეთ, რაიმე რამდენი ვიცინე, რომ ვერ მიხვდა რა იყო. ისა და ისე როგორ არის? კარგად ხარო? ჯერ კითხვის ნიშანი იყო, მე მთვრალი ხარო? მე ეს თავში წაშედილი სმაილები და მე 112-ში დავრეკო.
აი მე ესე იგი თან ხმაღლა ვერ ვიციოდი ხარხარებდი რა იმინდოდა რომ მე ხარხარა აი მე არ გიდა ეს ფალიში ეხა რომელი წუთია 5 წუთი და 10 წამი აი ხა ჭრას გავაკეთებ და ჩაკითხებ და ნახეთ აი არ ვიცი რამდენი ვიცინე წუხე არ ვიცი და მე ნუ Facebook-ზე ვინც მყავხართ ნახავდი Siento gitaro pativimce, chamo mitane megrulivce, rces davlev da gavi khareb, martem smukhcem da tsai avane. კაიო. რაღაცა მაქვს კიდე ერთი. მაგდაგვარი ვიდეოს გადაღება შეიძლება. რაღა მე მომწერე ისო. თქვა. ჩემზე და შენზე უკვე იციან მეთქი რომ თეთრი ხალათები გვაწვია და წინაზე ერთად მუშაობდით, ისეთ დღეში ვიყავით. აი გუშიცი, სანამ წამოვიდოდი, შეველი Facebook-ზე და რაღაცა პოსტიდებ ჩემი კაც. არა, ჩემ პოსტზე ვიღაცამ დააკომენტარა. რა გჭირს? თქვენ იყავით რა, ანუ ჩემი YouTube-ის მაყურებლები იყავით, რომ რა გჭირსო რა თაო, რაღაცა და მეთქი რა ხდება და შეველი და პოსტი წერია. ჯანი დამეწოს აჰაო. გველაძუას, ძიგვერას დაუწერია, ჩემ ტელეფონი აუღია პოსტი დაუწერია და უნდა დაეწერა ადრე მე გავუკეთე ეგეთი რაღაცა. აი სადღაც 5 წლის წინ რომ მუშაობდით ერთად და აი ესა ავიღე ტელეფონი და დაეწერა როგორ იყო წერი წვიდა წერი ჭამე წერი კუჭის ქონის ქადაც ბიჭამიაო და დავდე პოსტი და დავანები თავ. სადღაც 1 საათი ისე გავიდა რომ არ ენახა რა და მე თავის მონათესავმა დაურეკა რომ ხო კარგად ხარ როთო რა მწყერი წვიდა მწყერი ჭამეო ბიჭო ჩვენ ვიცინეთ იქ და ეხა უნდა და ეგ დაეწერა აბუეტს მაგრამ ეს მწყერი წვიდა მწყერი ჭამე არ გაახსენა ვერ მოიფიქრა ვერა დაუწერე მაშინ და ეგ გამოვიფიქრე აიმე გრეჩხა მიდგა გაზზე მედგა ყოველ შემთხვევაში აბა წავედით ხალხო ტელეფონი გამოვარტო მოვალ აბა წავედით გამლახეს უკვე ხინახი რამზია რამზია ესეთი დეკები გინახიათ ხალხო ასაც ვერ ვაცვეთ სერიოზულად პიჟამო შარულები ორი წყვილი ნასკი და ესა ხალათი ზემოთ ტანს ზემოთ მაცვია ტანს ქვემოთ არა აბა გაგულახეთ უკვე ესეც ჩავაქრ არა რა გინო შვენივად არი აბა მოურიოთ აჰა ძნელი იყო მარილი დავაყარე და რეტა რა ვკაც მე დავაყარე მე ბევრს არ უშვები ხოლმე რომ იმისთანაც ვაკეთებ მე რა იყოს всё ცოტა სუპი არის ცოტა კომბოსტუარი და აჰა გრეჩხაც ახლა ჩავაყენებ წყალს რა ვიდეოს არ ჩავწერ და იმას ვიზავ რა ქვია დავრეცხ და კაფეს ვაჭრ და ნაჩვენი აღარაფერი საქმე არა კიდე გამახსენდა ხალხო კიდე კაი გამახსენდა ყველა ქათამი მოყავდა წინა შეყრილი საკათმეში და სანამ წავალ მანამდე გამოვუშვებ ხვალე სახში ვარ და არ გამოვუშვებ ცოტა ხანი იქნებიან საკათმეში ანუ გამოვუშვებ საკათმეში დაეჩვივნენ რომ ღამე ვიღლები მაგათი შეყრით წარიცხი უნდა დავფი აი ეს ნახეთ ხალხო ესე იგი ორშაბათ და სამშაბათს ვიმუშავე სამშაბათს ჩვენ იქ ვიცინეთ, არ ვიცი, თან მუშაობა გქონდა რაღაცა გიჟური და ანუ ისე გამოვპრუტუნდით, ისე ნახეებით ვარ წამოსული. და დავსვარე, ხა ესე უნდა გავრეცხო, გავწმინდო და წავიღო. ანუ სამუშაოს ფეხსაცმელებით ვარ წამოსული აქ. და ჩემი ბოტები იქ არაკი. ბოტები დიგრადები ესენი აქ. ეხა გამოვიცახებ მანქანით ნინოს. წამიყვანოს როგორც მომიყვანა ამ ფეხსაცმელებით.
ხო და როგორც მოვიყვანა ისე წავიყვანოს. აი ეგრე. შოთივდა. ხალათი არ მომიხსნა. აჰა. ვიცოდე? ესეც. ძნელი არისო. აჰა, თუ დავწვით. რა გემრიელად დავიყავ. ეს ჩემი ყვაილები. ეს ნახეთ, ამას ვეძახი თუთის ხეს, ამას აქვს ძალიან ლამაზი ყვავილი. ეს არის ჩემი მეზობლის ნაჩუქარი ნატო დეიდასი. ხო და კიდე მაქვს აქ. აი ეს გვერდზე რო უდგა და კიდე გვერდზე რო უდგა ეგ. ანუ ძალიან საყვარლებია, მაგრამ ყვავილი აღარ გაყვავებულა. აი ეს მივეცი მამიდა ჩემს და ეს მივეცი ბაბუს. ესე იგი თავს იკლავენ ყვავილობით. არა ყვავიან ხალხო ჩემ. არა ეს ლამაზად არიან, წანეთ. ამას ვეძახი თუთის ხეს და ნახეთ როგორ მოვწოს. მართლა თუთის ხეს ავით არის. ფოთლები აქვს მას. გაყავდება რა. დაველოდოთ. ხო, დეკემბერად მოვიტარე ხო გითხარით. ორშაბათს მე ისე წავიღე და სამშაბათს მოვიდე. არა, ორშაბათს წამოვიღე, რამეცა ჩანთაში დავჭა. სამშაბათს წავიღე ისე. მე იქ ამოვიღე ვარ დავჭყლიტობეთ იქ. იქ მქონა მთელი დღე გაკრული. სკოჩით მივაკარი კედელზე. ხო და ისე წამოვიღე და ჩავკი რა იმედია გაცოცხლდა რა. ჯერ გარედან ჩავი დღე იგი ამოღებული მიწიერად ხო არ ეშველაო ნინო ჩხუბობდა. ამას წაღება. ხაბება ნახოთ ეგეთ გაყვავდება. იქ ძალიან ლამაზი გვაქვს. ხა დაიწყებს ყვავილობას. გუშინ თელი დღე ვიყავი სახლში. ხო, მაგრამ არც ისეთი რამე არ გამიკეთები, მაგრამ ვიდეო არ ჩავიწერი. არ ვიცი, რატო? ვერ ჩავწერე ვიდეო. რანცხებზე ვფიქრობ. ხო და თუ კარგად მოიქცევი, თქვენც გეტყვით. არა, ჯერ ნახოთ. ყველაფერზე ერთად. ვიდედა, აი ხა ძალიან მინდა. ძალიან მინდა, რომ იყოს მაისი. იანვარი, რომ მარტი და აპრილი. ხო, აი მაისისკე უკვე. პრინციპში რა მარტმა და აპრილმა რა დამიშავა, მაგრამ აი ზამთრის სიცხე რო აქვს ხოლმე ისე. მაისი უფრო უკვე გაზაფხულში. მაგრამ არა, თებერვალშიც იგრძნობა ხოლმე ის. მე ზამთარი არ მიყვარს, საშილად არ მიყვარს ზამთარი. იმიტომ რომ, პირობებიდან გამომდინარე, რომ დისკომფორტია ეს ჩემი აქ გარეთ მოძრაობა. თორე როგორ არ არის ულამაზესია ზამთარი და საჭიროა ზამთარი, თუნდაც თოვლი და თუნდაც ყინვა. არც ესეთი ნოემბერი და დეკემბერი არ ვარ, როგორც ახლა მიდის. ხო და მაგის გამო არ მიყვარს ზამთარი და უკვე მინდა ხოლმე დათვით გამოვიძინო და პირდაპირ გაზაფხულზე გამოვიძინო, ცოტა უკვე ზაფხულის მხარეს. ეხლა ესე იგი წინ გვეროდება. დეკემბერი არ გასულა ჯერ ახლა. რომელია დღე? 11? განახევდა რა თითქმის. დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. თებერვალში მიყვარს ერთი ჩიტის ხმა. არ ვიცი რა ქვია იმ ჩიტს. ბავშვობიდან ვიცი ეს ჩიტი რო არსებობს და აი ეს ამ ხმაზე ვგიშდები. და აი ეს ჩიტი რო უკვე გალობას დაიწყებს. სურო ფოთოლი არ მოიტანოს ხელ და რაღაცა აი ეს ჩიტი მაგრძნობინებს რომ всё, აი უკვე სიცოცხლე იწყება. ბუნების. იანვარი, თებერვალი. მარტშიც სივახო.
ნუ რას გაიქცევი. ყოველ შემთხვევაში პოზიტიურად უნდა შეხდე, თოვლი იქნება, გადაჭყობა, გადაბოჭყობა. ხა მაგას ვერ გადაებალები, ამიტომ შევეგუოთ. ჯერჯერობით მზეა. არა კოკი. კოკი. კოკი, გამოგიშვა? მე დავჭები და კატა შეგჭამს. ეს არის მამიდას მოცემული ყავა ჯაკობსის. პატარა პაკეტებში და ისეთი გემრიელია, მამი, ისეთი გემრიელია, რომ რა იყოს. არა ეს ყავები ხომ მქონია ბანკისები, მაგრამ ეს რაღაცნაირი. კიდევაც მაქვს ბლომად. გაჭიმული 9 საათი. ზეგი ჭურჭელი მაქვს, დაბლა რა მაქვს საკეთებია, ჭურჭელი და ქათმები. და უნდა ვაჭამო იმათ. ვაცაცოს და კატებს. ნუ კატებს დიდათაც აღარ დავდებ აბა შენ ეს ჭამე უკვე, იმიტომ რომ ის პატარებიც გადიან და ნადირობენ და მთელი დღის მანძილზე ვაფერი მივაწოდო სიტყვაზე, ჯერ ხა თვითონ ნაჭერ პულს ვუგდებ, საჭმელში რაღაცას ჩაუწობ, ჩაუყრი ხოლმე, დავუყრი. ხო, ანუ დღეში ერთხელ ვაჭამო, კატებისთვის პრობლემა არ არის. არც ითხოვენ, არც დაგდევენ რა. ის ნაცრისფერია პატარა ბავშვი, სუკნავის. სუსუკნავის. ხო და ბაცაცო ვერ ანადირობ, ჯერ პატარა ბაცაცო. ესე ეგ. მშობლების ის არის კაცო ჩატი და დაამატეს ერთ-ერთი მშობელი. ბებო დაამატეს. მშობლები ვიყავით ის და დაგვავიწყოთ ბებოც ყავს ერთი. ივანის კლასში ბებო. ბარბარეს კლასში ყავ ბებო, ვინც დაყვება ხოლმე. სულ დედები დაყვება. მე რო ბებო ვიქნები, დიდი სიამოვნებით გავყვები. გეკოლება, ჩემ წანწალი მაკლია ახლა რა. ბებო. ბებო რა არის და ბაბუ. ჩემთვის ბაბუ. ბებო ბაბუ არა. ბაბუ. და ბაბა. იცით რომელზე გავიხვით ხარ? ზუსტად 1 საათის წინ. 9:05 წუთზე. დილაობით ჩაისვალა ხოლმე, კარტოფილი მქონდა შემწვარი და ის შეჭამეს. პანჯარა გახსენი. ხოლმე ეგ შეჭამეს და არ ვიჩქარი რა, რომ ვიცოდი გრეჩხა უნდა გამეკეთებინა და გრეჩხას კიდე 10 წუთი უნდა. წიწიბუდეს. მართლა გუშინ ვუყურე იმ ფილმს ლუსი შიმერსი და შვიდობის პრინცი, ხო, მასე თქვა. ცუდი ფილმი არ იყო, მაგრამ ანუ აზრი კაი ქონდა. მაგრამ რაღაცა დამაკლდა თითქოს, არ ვიცი. აზრი კაი ქონდა, ანუ ჩადებული შინაარსი რაც უნდა ყოფილიყო, ჩანდა, მაგრამ კატა შევიდა ფანჯრიდან ივანეს ოთახში და ეხა იქა კნავის რო კარი გამიხეო. ეგ იქნება ნახეთ. თუ არა მოდი, დაგინდა აქ. შენ ვინმე დაგიბარა? შენ ხო იცი აქ არ გიშვებენ და რატო შემოხვედი ერთი მაინტერესებს. ვაჟ ბატონო. აქ არ უშვებთ ამას. ფანჯრიდან შემოვიდა იქა და ხა კარი გამიღეთო.
ჩემი ლამაზმანი ხარ შენა დედას ბიჭი ნაცარა მოდი დედას ნაცარა მოდი ეს არის პატარა ბავშვი მოდი ვაიმე გაჭიდე დედი ჩემო ლამაზ როგორ გაჭიდე შენ ხარ დიდი ბავშვი უკვე შენ ხარ დიდი ბიჭი ესე ბატივით არ უნდა იქცეოდე მე გახსოვთ ამის ცალი ამისი ცალი რომ ყავდა ნაცარა თეთრიანი ეს საყვარელი არა ნუ მოკალათდი იმიტომ რომ ყველანი გარეთ არიან და ამხელა ბიჭი არ უნდა იყოს შიგნით ამხელა ბიჭი შიგნით არ უნდა იყოს სირცხვილი და თავის მოჭრა მირა საყვარელი ხარ ბიჭო ჩაგფარო ერთი წადი სუქანო გარეთ წეთრი გარეთ სუქანო ყავა დავლიოთ და შეგვიძლია დავიწყოთ საქმიანობა ეხა იქნება ცხელი ყავა გადაგავლოძეთ ული გაცხელებულა ჩადი რა ჩადი და გარეთ ხაბარდა მოვიდეს იოანე დიდებს ვკვეთ რა გინდა დროხა რა გინდა დროხა დროხა რა გინდა აი ამ შაბათ კვირას მინდა რომ ეს ისაუქნა რა ქვია ბარაქის ხე აქეთ მოვაბრძანო სადმე და რამე ვქნა და ნაძვის ხე დავდგა მე მაგრამ ეზარება მაგრამ ბავშვებს ყოველთვის რატომ ეს სიკვდილება ნაძვის ხის დადგომა არ ვიცი იცი რა მახსენდება ხოლმე ნაძვის ხის დადგომაზე ადრე პატარა რო ვიყავი მაშინ ნაძვის ხე არ გქონდა რა ანუ ეს პლასმასის და ნაძვის ხე არ იყო ეს ძალიან დიდი ფუფუნება იყო მაშინ ძირითადად ყველას ქონდა რავი ჩვენ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის მქონდა ხოლმე ბუნებრივი სუ ყოველთვის ბიძა ჩემი ტყეში მიდიოდა ხოლმე მაშინ შეშაზე რო ანუ შეშას მოქონდა ხოლმე რა ხო და იქიდან მოგვიჭრიდა ხოლმე თვითონაც მეორე ბიძასაც სუ ეს ნაძვის ხე მქონდა ხოლმე რა აი სუ ყოველთვის მქონდა ბუნებრივი ნაძვი ხო და დედა ყუთში ინახავდა ხოლმე ესე დიდ კარტონის ჩოულებრივი აი ყუთში ინახავდა ხოლმე ეს წვიმები ნათურები რაღაც ანუ ყველაფერი გარდა ნაძვის ხზე იმიტომ ნაძვის ხე რომ სადღაც 24-ისთვის და 22-ში დავდგავდი ხოლმე მე ძალიან მიყვარდა ხოლმე იმ პერიოდში ნაძვის ხის დადგმა და ძველ ახალწლამდე კი ქაჩავდა ხოლმე მე ეს იწყებდა წიწვები ცვენას და სულ გვიდით ხოლმე მახსოვს რა სულ წიწვებს ეყარა ხოლმე და ესა მახსენდება ხოლმე ერთი რაღაცა თემურაძია რომ ნაძვის ხის იმას მოიტანდა ხოლმე ხა ძირს გაუ ესე ჩაუთლიდნენ ხოლმე იმიტომ რომ ესეთი ჯვარი დიდი ფეხი ქონდა იმაში უნდა ჩაიმაგრებინა ხოლმე დედას და ყუთს რო გამოიღებდა ხოლმე სად ქონდა შენახულს თახჩას ვეძახდით ხოლმე ის და ხა რა გასაკვირი არც ახლა არის გასაკვირი ოთახში რო თაგვი ყავდეს ხო ყავდეს რა კი არის ინახავდე და ცხოვრობდეთ ერთად აი შარშანაცხო იყო თქვენ თანაც ავთქვი რომ თაგვი იყო სადღაციდან და მე ვიპოვე საიდან შემოდიოდა ეს პოლი დაზიანებულია და ამოქოლეთ პაიტარა წუწუნები იყვნენ ხოლმე რა ხო და ესა არც მაშინ არ იყო ის რომ აი მე თაგვი როგორ შეიძლება რომ გადმოიღებდა ხოლმე დედა ამ იმას იტყო და გაიწიეთ აი მაგრად მახსოვს რა იყო შემთხვევა რომ ყუთი რო გადახად თაგვი ამოხდა და ასეთ სოცხით იყო ხოლმე ღია კარებში როგორც კი ამოხდა გარეთ კატები მაშინ კატები სუმყავდა მე კატას სუმყავდა მე სანამ დავწმედავდით ამ ყველაფერს და მე გავუკეთებდით ხოლმე
ხო და ამ ნაძვის ხის სათამაშოებს რომ გამოვიღებ ხოლმე მეცა და რაღაცა სულ წარმოდგენაში მაგ რაღაცნაირად თუ თაგვი უნდა ამოხდეს. ესეთი წარმოდგენა მაქვს, თაგვი ამოხდები. იქ მაქვს მარანში ჩატანილი ჩანთით ბურთები. ფერისები მაქვს, წითელი მაქვს, ვერცხლისფერი მაქვს, ლურჯი მაქვს. თუ სწორად მახსოვს, დიდ პატარები და ნაძვის ხე ხო მაქვს და მაქვს. წავედი ახლა. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. 10 წუთია, სადღაც 5 წუთზე წავალ, არ წავალ ადრე. იმიტომ რომ ისევ ადრე მომიწევს გასვლა და აღარ მინდა იქ-დგომა. იმიტომ რომ 15 წუთი რო აკლია და მივდივარ, სადღაც 5 რო აკლია მაშინ და 10 წუთი, 15 წუთი იქ გავარხონე. არაფერი ჰაი-ჰუი სასწრაფო არ არის, 5 წუთიაც რო გავყოთ, 15 წუთზე იქ ვიქნები. აბა წავედი ხა. მივდგები ჭურჭელი დავრეცხო. ხავტერსას რო ჩავთავ და ძალიან კარგად მოვასწრებ ჩვეულებრივ, ისე რომ სირბილი არ მომიწევს. აბა ბედნიერ დღე ყველას.